მოგესალმებით, რეალური აქცენტები დანელიასთან ერთად ეთერში გახლავთ 2 საათის განმავლობაში. წარმოგიდგენთ ჩვენს ძვირფას სტუმრებს, ბატონ ლევან მამალაძეს, პოლიტტექნოლოგს, ბატონ დავით გალეგაშვილს, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს და ქალბატონ მარინა ქურდაძეს, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს. მე აქვე მინდა დავაანონსო, რომ მიხვდით ალბათ, რომ ყველანი ისინი ჩემი სტუმრები არიან ძალიან გამოცდილი ეკონომისტებიც და პოლიტიკური ანალიტიკოსებიც. დღეს ჩვენ გვინდა 2026 წლის ეკონომიკური წელი შევაჩამოთ. რა იყო ჩვენი მიღწევები, რა არ იყო, რაში ჰქონდა გარღვევა, მით უმეტეს ინსპირაცია ამისთვის მოგცა ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა და ძალიან საინტერესოა მისი მოსაზრებები სამომხმარებლო ბაზართან დაკავშირებით და ჩვენ ამაზე დღეს აუცილებლად ვილაპარაკებთ. დიდი მადლობა. ბატონ დავით, 7%-იანი ეკონომიკური დაგვაქვს, ყველა ქვეყნისთვის მისასალმებელია. მე მახსოვს ჩვენ პრემიერი ჩავიდა უნგრეთში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი იყო აღფრთოვანებული, რაღაცა ტაშის ყრით მიიღეს ჩვენ პრემიერი და თქვეს, რომ აი ეს ბატონი გახლავთ იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, სადაც 7%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხო? აგერ შარშან წინ ზუსტად ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა რა. მიუხედავად ამისა, ჩვენი მოქალაქეები ჯიბეზე არ აისახა ესა. გავაღებთ მათ სიუარს და იკლებს სამომხმარებლო პროდუქტები. რატომ ბატონ დავით? ამბობენ, რომ ჯინის ინდექსი ვერ დავარეგულირეთ. არის უკიდურესად დიდარი, ძალიან პატარა პროცენტი ადამიანების და არის ძალიან გაჭირვებული ადამიანები. საშუალო ფენა ჩვენთან ვერ ჩამოყალიბდა. რას ფიქრობთ? რა არის ამის მიზეზი? საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა განპირობებულია უზარმაზარი ხაფანგით, რომელშიც ამოვყავით ჩვენ თავი. ამას თავისი დიდი ისტორია გააჩნია, მე ამაზე მოგითხრობთ ოდნავ მოგვიანებით. და ეს არის ტერმინის და სიტყვის სემანტიკური მნიშვნელობის შენარჩუნება, ოღონდ შინაარსის დაკარგვა, რაც არის თავისუფლება. თავისუფლებაზე ძვირფასი, რაც საქართველოს მოიპოვა, არაფერია, თავისუფალ ადამიანზე კარგი და ძვირფასი მართლაც არაფერი არა საზოგადოებისთვის და როდესაც საქართველოს მიაღწია 80-იანი წლების ბოლოს და შემდეგ დამოუკიდებლობას გამოაცხადა, ეს ყველაფერი იყო აყვანილი მწვერვალებზე. როგორ უნდა დაასუსტო ასეთი ხალხი და ერი? უნდა მოატყუილო რა არის თავისუფლება. ის თავისუფლებას ისე ვიცავს, ოღონდ თავისუფლების შინაარსი, როდესაც გამოცდილია, ის იცავს გაყალბებულ თავისუფლებას. ანუ ფასადურ თავისუფლებას ვიცავთ? ფასადურიც აღარ ქვია მას, გაყალბებულია. ჩვენი ეკონომიკის თავისუფლება ეს არის აბსოლუტური ტყუილი. და მე ამას ნელ-ნელა მოვყვები. მაგრამ ვინაიდან ბატონი ლევანი ბრძანებდა ექსპორტთან დაკავშირებით, მოდით მე ამ თემას გავაგრძელებ, ასე თქვა ბატონმა ლევანიმ რომ გააგრძელებსო და მე ამ ეს თემა დავკარგო და მაყურებლის ყურადღებმა ამაზე მივაპარო. სწორედ ეგ არის ჩვენ დღევანდელი. კარგია, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთან შემოსავლები გაიზარდა. ასეც საექსპორტო საქონლის ან მომსახურებების ექსპორტიდან იღებს საქართველოს. მაგრამ რას ნიშნავს ეს სინამდვილეში? მე მინდა ამასაც ჩაუღრმავდე. რა არის ჩვენი შემოსავლების პირველესი წყარო? სავალუტო შემოსავლები დავასახელოთ, რაც ამყარებს კიდეც ჩვენს ლაშს და ოდნავ მოღონიერებულიც არის და ესეც კარგ მიღწევად ითვლება როგორც მაკროეკონომიკური მაჩვენებელი. პირველი, ეს არის ჩვენი ემიგრაციის შრომა, უმძიმესი შრომა უცხოეთში და იქიდან გადმორიცხული თანხები. რამდენი ხანი შეიძლება ეს გაგრძელდეს? თან ეს იზრდება. იმიტომ იზრდება, რომ უფრო მეტი ადამიანი გაედინება საქართველოსთან ბოლო წლებია, ბოლო 10 წლებია შეიძლება ითქვას და მეტი ირიცხება და ირიცხება. რატო ირიცხება მეტი? იმიტომ რომ მათი მშობლები, მათი ახლო ნათესავები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან და არიან ვის გამოუგზავნონ. როცა გავა 10 წელიწადი და ვინც წასული არის, იმათი მშობელი შეიძლება აღარ დახვდეს გამოსაგზავნად საქართველოში. გავიდეს მათი ცხოვრების დრო და აღარც დარჩნენ. ვინც მიბრძანდებიან ჯერ ქართველი ხალბატონები დაიძრნენ ასე ვთქვათ. ეხლა უკვე კაცები და ახალგაზრდა კაცები მიდიან. ის ხალხი ვინც სამსახურიანი არის, ვინც მუშაობს, ხელფასვისაც ქონდა, ისინიც კი მიდიან. ვეღარ აუდიან ბანკის ვალებს, ვეღარ აუდიან ამ ფასებს, რასაც თქვენ ბრძანებდით და გადიან და უკვე ნელ-ნელა მათ მიყავთ თავიანთი ბავშვები. რამოდენიმე ათასი ბავშვი 25 წელს წყვეტს სწავლას ქართულ სკოლებში, იმიტომ რომ ისინი გაყვნენ თავიანთ მშობლებს უცხოეთში. ეს მოსახლეობის კლებაა. შემოსავლები ჯერჯერობით იზრდება, მაგრამ თუ ავიღებთ ჩვენ იტალიელი მშრომელების მაგალითს 50-იან წლებში, თურქი მშრომელების მაგალითს, რომლებიც გერმანიაში წავიდნენ მაგალითად 70-იან წლებში და ჩვენ ნახავთ ამ წერფილს, რომელიც იზრდება და შემდეგ კლებულობს, ჩვენ დავინახავთ, რომ 10 წელიწადში ეს შემოსავლები საქართველოს შემცირდება. აღარ წასასვლელი დარჩება ვინმე და აღარ ფულს გამოსაგზავნე. ეს პროცესი ასეთია.
ის რომ დღეს კარგია და შემოსავალი მაღალია, პირველ პუნქტში დავასახელე მე. არ ნიშნავს იმას, რომ ესე გაგრძელდება. პირველი განგაში ზარია, ხო? ახლა მეორეზე გადავიდეთ. მსუბუქი მანქანების ექსპორტი 2 მილიარდ 400 მილიონი დოლარის მსუბუქი მანქანების ექსპორტია მოსალოდნელი წელს. მომთავრდა და 2.5 მილიარდი ვთქვა. აქედან დაახლოებით საშუალო ყველაზე კაი შემთხვევაში იყოს მილიარდი ლარი. ისიც თუ ჩავთვლით რომ ხოლმე მე ხა ვაბუქებ ბატონო ლევან მე მესმის თქვენი მართალი ბრძანდებით ამდენი არა მაგრამ ვაბუქებ რომ უფრო კარგად დავანახო როგორი მილიარდი ლარი ვთქვა რომ საქართველოს რჩება. და ვთქვა რომ მარტო ქართველებს რჩება, თუმცა მოიხსენებათ რომ უკვე შუა აზიის კონკურენტები უკვე აქ ჩამოდიან თვითონ აკეთებენ და საშუალოც აღარ რჩება ჩვენთან საბოლოო ჯამში. ვთქვათ რომ მილიარდი რჩება, მაგრამ რამ გამოიწვია მსუბუქი მანქანების რეექსპორტის თუ ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, ხო? სადაც მილიარდი ლარია ვითომ დარჩენილი. რამ გამოიწვია და ომმა უკრაინაში. და ეს შეიძლება მომავალ წელს დამთავრდეს და როგორც პროცესები გვაჩვენებს, ისია მონდომებული ამერიკა რომ მომავალ წელს ეს დამთავრდება კიდეც. ესე იგი ერთი წლის შემდეგ ჩვენ ეს ხარო ამოგეწურება საერთოდ. აქ დასაქმებული ხალხი აღარ იქნება დასაქმებული და აღარ საშუალო აღარ დარჩება საქართველოში. ეს არის მეორე ვთქვათ რომ ყველაზე საინტერესო მომენტი. ტურიზმია ყველაზე დიდი, ტურიზმი იზრდება. და ეს კარგია რომ იზრდება. გაჩნდნენ ჩვენი კარგი სასტუმროს მშენებლების და მფლობელების ქართველები, უცხოელი კარგი კომპანიები ჩამოვიდა და შესანიშნავი სასტუმროები გაიხსნა, ბევრი ქვეყნიდან ჩამოდის ხალხი, ყველა მხრიდან ჩამოდიან. ეს კარგია. და ეს რომ გაგრძელდეს ძალიან კარგი იქნება. ახლა ამას საფრთხე არ დაემუქრება, თუ არა თქდა ახლა სოფლიოში კიდე ახალი უბედურება და რაღაც არ დაიწყო. მოკლედ აი ეს ტურიზმი შეიძლება ჩაითვალოს რომ ნამდვილად დადებითი მოვლენაა, არა ისეთი როგორც მე ხა დავასახელე პირველი ორი. და თუ ახლა უბედურება არ დაიწყო, ესე გაგრძელდება. საქართველოს მაინც ულამაზესია, უძვირფასესია და უძველესი ქვეყანაა დედამიწაზე და აქ ჩამოსვლა ღირს რომ ნახო და გაეცნო ყველას. მაგრამ ამ ტურიზმის შემოსავლებიდან იმდენი რჩება, რაც უნდა დარჩეს. ის ხალხი რომ მიირთმევს საკვებს, იმ საკვებს მიირთმევს, რომელიციდან შემოსავალი საქართველოს რჩება, აღმოჩნდება რომ ხიდულობთ სხვა ქვეყნიდან და ვაჭრობთ და აღმოჩნდება რომ უზარმაზარი წილი ამ შემოსავლებიდან ეს არის იმპორტული პროდუქტები და ის საკვები, რომელიც არაქართული წარმოშობისაა, ასე რომ დავარქვათ. და კიდევ გარდა იმისა, რაც დღეს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, მე გამიკვირდა კიდეც რა, მე არ მეგონა რომ ესე იგი გამიკვირდა ჯერ ამერიკას რომ და ევროპას რომ პასუხი გასცეს ამ პერიოდში, გამიკვირდა შემდეგ რომ ნარკო დანაშაულის ბრძოლა გამოუცხადეს 2000 ნარკოდილერი რო გაერთიანო კოლუმბიაში და ვენესუელაში არ არის ათაღებული და ჩვენმა დაიჭირეს უკვე ესენი და ერთ დღეში 65 ადამიანი ამას დიდი ვაჟკაცობა უნდა ქალბატონოია. ეს არის კრიმინალური სფერო, სადაც საერთაშორისო მასშტაბით უმძვინვარესი ძალები მოქმედებენ. აქ ვინც ამაში ქართველებიდან ჩართულია, ჩათვალეთ რომ გადადებული აქვს სიცოცხლე. ჩვენ უგონია რომ ეს მარტო ოპერაციაა და ასე ხდება. ძალიან დიდ ძალებს დაატყეს და ჩათვალეთ რომ მათ თავი აქვს გადადებული. მაგალითს შემდეგ კიდე სხვა რამისთვის მოვიყვანა. ყველაზე ძვირად ღირებული ბიზნესია სოფლიოში. ძალიან საფრთხეა, მაგრამ დღეს ისევ გამიკვირდა, როცა დაასახელა ეს ფაქტორი, რომელიც ქართველებს არ გაუბედიათ ეკონომისტებს, მე გულისხმობ და ეკონომიკურ გუნდებს, წინა ხელისუფლებისა და დღევანდელი ხელისუფლებისა, რომ ასე წამოეყენებინათ. მაგრამ აქაც შემდეგ იქნება კიდევ დამატებით ჩემი თქვათ მოსაზრებები, რომელიც თუ მიეხმარება თუ არა და ეს ყოველ შემთხვევაში ასეა. მესამე შემოსავალი რაც არის? ეს არის ყველაზე ცუდი შემოსავალი, რომელიც საქართველოშია. ეს ახლა არ ეხება იმ ორ ქალაქს, რომელსაც არაბიზაცია დაარქვეს. ეს არაბიზაცია არა, ის სხვა პრობლემა უფრო მეტია, ვიდრე არაბიზაცია ამ შემთხვევაში. მაგათ კიდე თუ იქნება თემაში, ვიტყვი, მაგრამ ახლა ამას არ შევეხები. მე ვიტყვი იმას, რომ საქართველოში მის პროდუქციას უბრუნდები. საქართველოში მიმდინარეობს უკვე დაწყებული ნაციონალური მოძრაობიდან გაგრძელებული ოცნების მიერ პატარ-პატარა შეფერხებებით, მაგრამ მაინც მიმდინარეობს მიწების გაყიდვა. არა მორი მონაკვეთისა, რომელსაც ქალაქებზე ლაპარაკი. სოფლებს ართმევენ საძოვარს, ყიდიან უცხოელებზე, ისინი იქ არაფერს არ მუშაობენ და ფიქრობენ რომ სოფლები და პატარ-პატარა დასახლებები ააშენონ და იქ მოსახლეობა ჩამოასახლონ. დავანებოთ ახლა პატრიოტულ მოსაზრებებს, მე ბევრჯერ მithქვი და აღარ გავიმეორებ ამას. აქ ლაპარაკი რაზეა? ქართული მიწა გარდა ყველაფრისა, რაც ისა შეიძლება იყოს საკრალურიდან დაწყებული და ყველაფრით გაგრძელებული, ხო? სალიკდოები დამთავრებული, ასე რომ ვთქვათ.
ქართული მიწა ეს არის ეკონომიკის ძირითადი საშუალება. ქართული მიწა არის იგივე, რაც იყო ჩვენი ინდუსტრიები მაგალითად, რაც იყო ჩვენი გემები, 59 გემი გაყიდეს ნაციონალური მოძრაობის დროს, 24 უბრალოდ შევარდნაძის პერიოდში 24 გემი გაიყიდა, ბოლო 24 ნაციონალური მოძრაობის აღარ დარჩა აღარც ერთი გემი. ოცნების პირობებში ხელი არ შეეწყო ქართული თევზჭერის განვითარებას. თურქების და სხვის ხელში არის ლიცენზიები. ძალიან წვალებით ისე ნავები დაგადია. ლიფსიტა რო გინდოდეს საქართველოში, ქართულ ლიფსიტას ვეღარ დაიჭერ, იმიტომ რომ თურქეთს აქვს ლიცენზია. ლიცენზია მათ აქვს. ისინი ის თქმა მინდა, სამივე თაობამ ხელისუფლებისა მოლაპარაკობ ზუსტ გამსახურდია შემდეგ პერიოდებზე, 10 წლეულზე ასე დავარქვათ, რომელიც არის დიდი პორცია განადგურდა 90-იანებში, მას საკონტროლო გასროლა გაუკეთა ნაციონალურ მოძრაობამ და ხელს არ უწყობს ოცნება. ეს არის ეკონომიკის ერთი დარგი. ასე ხდება ყველა მიმართულები და ის რაც მოხდა პრივატიზაცია დაუშვათ ხომ და უკვე ეს ლაპარაკია ისე 90-იანებში და ნულოვან წლებზე, ამას დაემატა მიწების გაყიდვა. და ეს მიწები ლაპარაკი არა უცხოელებზე გაყიდვას ამ შემთხვევაში. ხშირ შემთხვევაში საზღვრები როცა ქართველზე იყიდება, თუნდაც იმ სოფლის წარმომადგენელი იყოს, რომელსაც საზღვარი ესაზღვრება, ის ფეოდალი ხდება და ისე ხმაგლეხებს თუ გაიჩენს, ვისაც საზღვრისთვის გამოიყენებს. არ შეიძლება ამ საზღვრების გაყიდვა არავის საერთოდ. ის უნდა იყოს საკუთრება სოფლისა და თემისა, სადაც ეს ხალხი დაამუშავებს ან გააქირავებს და თუნდაც არავის ჩამოვიდეს თავიანთი საქონლი და იქ ცხოვრები მოაზროს თუ როგორც იქნება, ეს უკვე პრობლემა აღარ არის. ეს იქნება ძირითადი საშუალება შენარჩუნებული, რომელიც მუდმივად შემოიტანს საქართველოში შემოსავალს. იმ სოფელსაც და თემსაც გაამდიდრებს, ბიუჯეტსაც და საქართველოსაც მოაღონიერებს და აღარც ამდენი იმპორტი აღარ დაგვჭირდება. ბატონმა მალხაზ გულაშვილმა ბრძანა წინა კვირაში თუ არ ვხვდები, რომ მოლდაველი სტუმარი მეგობარი მიყავდა, ჩამოსულიყო და გაოცებული უყურებოდაო. თქვენთან მიწები რატომ არის დაუმუშავებელი? ჩვენ პატარა ნაგლებს ვერ ნახავთ დამუშავებული არ იყოსო. არც ერთ რესპუბლიკაში ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, ბალტიისპირეთის ჩათვლით, შუა აზიის დამთავრებული, ასეთ გაჩანაგებულ მდგომარეობას ვერ ნახავთ სოფელში ტრიალებს. რატომ ხდება ეს ყველაფერი? თუმე ხლა ამის დრო არ მაქვს, ჯობია რომ ეს შემდეგი დროს ველაპარაკო, რომ არ წავართვა დრო ჩვენს აგერდ სტუმრებს, ამიტომ მე ვიტყვი რომ ამ ისტორიას მოვყვები როგორ მოვიდა საქართველოს აქამდე. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი და რაში ვარ ჩვენ ჩავარდნილები ამ დღეში რომ გონია რომ თავისუფალ ეკონომიკას ხელი არ შევახოთ და ამ შემთხვევაში ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი კარგად როგორ იქნება? ის რაც მოღიარებულია საზღვრები, რაც იმპორტული შემოდის, ყველაზე უხარისხო პროდუქცია რომელიც საქართველოს შემოდის, რაც დღეს პრემიერმა განაცხადა, ზეთიც, კარაქის და ყველაფერიც ყველაზე უხარისხო საქართველოსია და საფრანგეთში ყველაზე ხარისხიანი უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში ყველაზე უხარისხო, რომელიც ძვირია. ეს არის ვითომ თავისუფლების კიდევ ერთი ხაფანგი, ეს თავისუფლება არ არის. ეს არის ხაფანგში ამოვყავით თავი ჩვენ თვითონ ჩვენ აქედან გამოსulis გვეშინია, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა რომ თავისუფლება დავკარგოთ და არ და ეს თავისუფლება არ არის. ჩვენ ვართ პრაქტიკულად ეკონომიკური მონობის მდგომარეობაში, რომელიც ჩვენივე ფსიქოლოგიიდან და ცოდნიდან გამომდინარეობს. ეს რომ სხვა არ დაგაძალოს და რომს დაგაძალოს, შეშეკილი ამას თავი არის და როგორც ყველა ქვეყანამ თავი არის და მათ შორის მოლდოვამ, უკრაინამ, შუა აზიამ, ბალტიისპირეთმა ასე არავინ არ იქცევა, როგორც ჩვენ ვიქცევით და შემდეგ დგება საკითხი, რომ აი ქართველმა დამუშავება არის ის, არაფერია ისწავლიან, ეს გამოდიეს ერთ-ერთი ორი ვითომ ჭკვიანი გამოდის ხოლმე ასე ლაპარაკობს და ნელ-ნელა ვასწავლი და ესწავლიან და ისინი კარგად დაწარმოებენ, ტყუილია ეს ყველაფერი. ქართველები შრომა ემიგრაციიდან ჩანს და საქართველოში ჩანს, როგორ შრომობენ ქართველები თითო ორლა ლარის მოსაგროვებლად. ვაზის მომყვანელი არ შეიძლება იყოს არმაცი. ვაზზე კიდე ცალკე ვიტყვი, იქ რა ხდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ 25 წელი უნდა ჩავთვალოთ, ეს არის ტეხილი დიდი საქართველოსთვის დიდი ცვლილებებისა, რაც გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ უარი გვეთქვა ნატოში გაწევრიანებაზე პრაქტიკულად ოფიციალურად. ეხლა გამოცხადდა კიდეც ამ თვეში და რამოდენიმე თვის წინ ნატომ უკვე აღარ ჩაგვწერა თავის შემაჯამებელ დოკუმენტში, იქიდან ჩანდა წლის პირველ ნახევარში, რომ ჩვენ ნატოზე უკვე უარი გვითხრეს. ევროკავშირი ჩვენ უარს გვეუბნება, უკვე ისე გვიგდებენ, აი ეს მიიღეთ, აი ეს მიიღეთ, ვიციან რაც მიიღებთ, რომ მივიღოთ, მაინც არ მიგიღებენ. ისინი ცდილობენ რომ ჩვენ გადაგვაბრალონ ევროკავშირში არ შესვლის სურვილის გამო და ეს თვითონ მათი ბრალი არ არის.
უარია ნათქვამი ევროკავშირზე, ჩვენ უცებ ვდგებით ახალი რეალობის წინაშე, როცა ჩვენი ჭკუით და ჩვენი შრომით უნდა დამოუკიდებელი საქართველოს ახალი ეტაპის აღშენდება დავიწყოთ და ამისთვის რა არის გასაკეთებელი, მე ამას ასე ვიტყოდი, რომ მიუხედავად რამოდენიმე კაიცულების, რომელიც ჩვენ ყველამ აღვნიშნეთ ახლა ამ გადაცემაში, მე ვიტყვი, რომ საქართველოს ეკონომიკური გუნდია, მე ეკონომიკური გუნდზე ვლაპარაკი, არ არის ამისთვის მზად, არც მინისტრები, არც მათი მოადგილეები და არც ის ადამიანები, იმიტომ რომ ისინიც ამ ხაფანგში არიან ჩახვეულები და შეიძლება ითქვას, რომ აქედან გამოსავალ ისინი ვერ იპოვიან. დარჩა რამოდენიმე ადამიანი კიდევ ცოცხალი ვინც არის, რომლის მოსაზრებები კიდევ გამოცდილებას ყოველყნებისა, თუ არ გაიზიარეს, ჩვენ ვერ გამოვძვრებით იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ვარდა. ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა არის საერთო ჯამში უმძიმესი, უპერსპექტივო და უმძიმესი იმ გაგებით, რომ ჩვენ შეიძლება უკვე ხელი წამოგვარტყან იმ ქვეყნებმაც, რომლებიც აქამდე ჩვენი მეგობრები იყვნენ. მე ვლაპარაკობ კავკასიის, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე, რომელთაც ასევე 25 წელს მოაგვარეს და მოლაპარაკებები დაიწყეს და ნახეთ, სულ რაღაც ერთი კვირის წინ ჯერ აზერბაიჯანის საინფორმაციო საშუალება გამოვიდა და ძალიან გავკიცხა რაღაც ტარიფების გამო, რომელიც ტრანზიტში ეხებოდა და უცებ ხომ მოულოდნელი იყო, მაგრამ ისე მაინც არ გამოიწვია აღშფოთება და ამას დაემატა და გუშინ წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრის გამოსვლა. თუ ქართველები მაგას არ მოაგვარებენო, მაშინ აზერბაიჯანელი ბიზნესმენებიო ნახავენ გზას როგორ გაატარონ ერთ-ერთი სხვა გზითო. ესე იგი აქ უკვე შეინიშნება სხვა გზა ეგულა. რომელი სხვა გზა და სომხეთი აზერბაიჯანი და სომხეთი თურქეთის გზა და ეს იმას კი ანიშნავს რომ ესე არ მოხდება და ჩვენ უნდა ამას შევეწინააღმდეგოთ, ხომ? ეს ბუნებრივი პროცესია, ჩვენ არავის არც გშურს და არც ბრაზდებით ამაზე, მაგრამ ეს არის ნიშანი იმისა, რომ უკვე ჩვენი მეგობრებიც და ძალიან კარგი სტრატეგიული პარტნიორი დავუხოთ ახლა აზერბაიჯანს და სომხეთანაც სომხეთისთვის ჩვენ სტრატეგიული გზა ვიყავით მაგათთვის არა დღეს ჩვენმა პრემიერმა დაურეკა ბატონ ალიევს და მეულოცა დაბადების ხო არა ეს ყველაფერი კარგია მაგრამ ეკონომიკა არ უყურებს ემოციებს მეგობრობას და სტრატეგიულობას ეკონომიკა სადაც ნახავს გასასვლელს ის იქითკენ ივლის ამიტომ აი ეს ცვლილება მე არ ვაფასებ ამას როგორც ცუდი ადამიანებმა ესე მოიფიქრეს და ესე თქვეს ამაზე არ ლაპარაკი იცვლება ჩვენი ახლო სამეზობლოც კი და ჩვენ თუ არ მოემზადეთ უახლოეს 26 წელიწადს ყველაფერი ამისთვის რაც ხდება ჩვენ შეიძლება 27-საც ისეთები შევხვდეთ როგორც ვართ დღევანდელ დღეს ბატონ დავით ახლა გკითხავდით გამოსავალი რა არის თქო და აუცილებლად მოემზადეთ მაგ პასუხისთვის უნდა გკითხოთ რომ თქვენ დაინახეთ ნაკლი მაგრამ თქვენ უნდა თქვათ ამასობაში რა შეიძლება იყოს გამოსავალი სანამ ეს ამბავი ახლა რაც მე თავში მოვივიდა აზრად ჯერ ალბათ ყველა საინტერესებს. აი, დარგე მომავალი იყო ერთ-ერთი და იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო პროექტი, ხო? 5 ჰექტრიან მიწაზე ირღვებოდა მოკლედ ეს იქნებოდა კოოპერაციულად თუ იქნებოდა ერთი ადამიანი ამას აკეთებდა სახელმწიფო აძლევდა მოკლედ ამ ადამიანებს ენერგიის ფულსაც, იაპ კრედიტსაც, გრანტსაც და მოკლედ ამის შემდეგ ჩვენ მართლა მივიღეთ დიდი ბაღები. მე მინდა ჩემი მეგობრის ამბავი მოგიყვეთ. ეს არის ბიჭი თავდადებული მისიებში, საერთაშორისო მისიებში წასული ჯარისკაცი, რომელსაც რაღაცა ფულს მოუყარა თავი. აი ეს ფული ჩამოვიდა და გაუმართლა ძალიან შევთხოვით ძალიან პატარა ფულით 100 თუ 200 დოლარით დიდი ფული მიიღო ჯეკპოტი მოხსნა კაზინოში. ამ ფულს დაუმატა ეს კაზინოს ჯეკპოტის ფული ძალიან ამბავს ეხა ყველა კაზინოში წავალ არა ბატონო ჩემო და იყიდა 5 ჰექტარი გორის რაიონში და ქლიავის ბაღი გააშენდა. ну ჩვენ თელი მეგობრები ვიყავით აღფრთოვანებულები დავდიოდით ვათოხნინებდით კიდევაც და მოკლედ ძალიან ბედნიერები და ველოდებოდით როდის გაიზრდებოდა ეს ქლიავის ბაღი გაიზარდა ხა 3 წელია ეს ადამიანი ქლიავს იღებს მიუხედავად იმისა არათუ მოგება ნახა კრედიტი და ვერაფრით ვეღარ ისტუმრებს ამ კრედიტებს და დღეს რას აკეთებს იცით აი ეს ამხელა 5 ჰექტარი ბაღის პატრონი ადამიანება თუ გამოიცნოთ ტაქსის ბრძოლად მუშაობს რომ ოჯახი არჩინოს რა მითხარით აი რატომ ხდებოდა ეს გამოვიხმაურებ ისე ბატონ ლევანს და თქვენს კითხვას გავწევ პასუხს პარალელურად კი ბატონო თქვენ ახსენეთ და აქ ითქვა დანერგე მომავალი და აწარმოე საქართველოში. მე მინდა ურჩიო საქართველოს პრემიერ-მინისტრს დავალება გასცეს და ზუსტად 2 დღეში მას ექნება შემდეგი ინფორმაცია. დაწყებული ამ პროექტებიდან თითოეულ ორგანიზაციაზე ან კერძო პირზე დანერგე მომავალით და აწარმოე საქართველოში. მათ რაც მიიღეს, გააკეთონ ცხრილზე, ლაპარაკი ელემენტარულ ცხრილზე, გააკეთონ ცხრილი. 5 სვეტი იქნება ამ ცხრილში. რა თანხა მიიღეს?
შემდეგ აიღონ საგადასახადო სამსახურებიდან თითოეული ორგანიზაციის მიხედვით რა შემოსავლის დეკლარაციები მათ გამოწერეს, ანუ რამდენი ხელფასები იქნება, რამდენიმე დაასაქმეს იქიდან გამოჩნდება. ეს არის ერთი დღის საქმე, მეტი ამას არ ჭირდება. შემდეგ აიღონ დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაცია, ნახონ რამდენი გაიყიდა საქართველოს ეს პროდუქცია, შემდეგ აიღონ ექსპორტის დეკლარაცია, თუ რაიმე ექსპორტზე გავიდა, დაინახავენ რა პროდუქცია გავიდა. და შემდეგ შეადარონ აქ გაცემული გრანტი ან დაბალპროცენტიანი სესხი ამ შედეგებს. თქვენ ნახავთ კატასტროფულ შედეგებს, როგორც მრეწველობაში, ასევე სოფლის მეურნეობაში. უმრავლესობა გაკოტრებულია. მე მივალ იქამდე, რატომ გაკოტრდა რა უნდა ეშველოს ამას ყველაფერს, თუ კი შეიძლება რომ ამას კიდევ ეშველოს. ამას მე ვიტყვი. და შედეგები რა არის? სახელმწიფოს ამ იაფასიან დაბალპროცენტიან სესხებზე აღებულია გვალდებულება 10 წლიანი და 8 წლიანი და 5 წლიანი, რომ ეს ყველაფერი გადაუხადოს კომერციულ ბანკებს. ის ორი დიდი ბანკი, რომლებიც არ ვიცი ხარ როგორ ებრძვიან დღეს და როგორ ხდება მაგ შემთხვევაში ერთ-ერთი წინა არჩევნებში ებრძოდა ახლა დღევანდელ ხელისუფლებას იღებს სახელმწიფოდან შემოსავალს, უკვე გაკოტრებული ორგანიზაციებთან ვლაპარაკობ იმ ადგანას და ვინც მუშაობს ესეთების არსებობენ, მაგრამ ისინი ცოტანი არიან, ათობით და ასობით მილიონ ლარს ბოლო 10 წელიწადში. სახელმწიფო მაგათ ამ ფულს უხდის ბიუჯეტიდან ფული გაედინება. მიდის იმ ბანკებში, ორ მთავარ ბანკში და სხვაფშიც, მაგრამ იმ ორ ბანკშიც, რომლებიც მაინც არ მოსწონთ, ახლა როგორც მე ვუყურებ ჩვენს თავრობას იმათი ფლობელები, შეიძლება მოსწონთ, მე არ ვიცი ახლა ყოველ შემთხვევაში რაც ჩანს ხოლმე ტელევიზიით, იმას მთელი სახელმწიფო პროგრამიდან ორი ბანკი ხეიდა. ძირითადად მაგეთი გარანტირებულად იღებენ ამ თანხის პროცენტების სახით, ისინი ხა თქვენი მეგობარებს და კიდე ბევრი ვინც გაკოტრდა, იმათი ქლიავიც და იმათი ბანკების მადარჩება თუ გაკოტრდნენ, ორგანიზაციებს და გარანტირებულად იღებენ ამ ფულს. აი ბატონო დავით, ერთ უბრალოდ მინდა ჩავამატო, ეს ყველა ბანკი რეფინანსირების თანხებს იღებენ საქართველოს ეროვნული ბანკიდან. ანუ სახელმწიფოდან ხო იღებენ და მე კიდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან როგორ არის დატრიალებული ხო? ეს კიდე მეორე რისკო ფინანსური, მე ხა ეროვნულ ბანკში ვიმუშავე 10 წელიწად, 90-იან წლები იქ გავატარე. მე ვიცი ყველაფერი ძალიან კარგად. იქ როგორ ინგრეოდა კუპონიზაცია და როგორ შენდებოდა ჯავახიშვილის დროს ლარით საქართველოს და სისტემური რეფორმა იმას ქვია, რომელიც 30 წელია დგას. მე ვიცი რას ნიშნავს სისტემური რეფორმა და ამასაც შევეხებით შემდეგ თემებზე, მაგრამ ეხლა ამას ცოტა ხანი შევეშვები. ამიტომ თქო პრემიერ-მინისტრს, ბატონო პრემიერო, დაავალეთ ზუსტად ერთ დღეში ვალდებულები არიან რომ მოგიტანონ ჩვენ ნუ გეწყვეთ მოსახლეობას, ან ურც ექსპერტებს, ნუ რაებს უთხარით თქვენს გუნდს, რომ ამ შედეგებს რომ ვიღებთ, ეხლა და გავაკეთოთ და თუ გეტყვიან გამოსავალს, მაგასაც ნახავთ რომ ვერ გეტყვიან ამ გამოსავალს, იმიტომ რომ სხვა რამე როგორ უნდა გააკეთონ, ეს არიციან ეკონომიკურ გუნდში. სამწუხაროა, მაგრამ არიციან. არც ეკონომიკის სამინისტროში მაგას მე დაუბრუნდები ამ სამინისტროს, რომელიც არის საქართველოს მდგრადი განადგურების სამინისტრო. და ვიტყვი რატომაც რა. დაწყებული ბენდუკიძის დროიდან. ამას მე მოუყვები ყველაფერი როგორ მოხდა. როგორ დაანგრია ბენდუკიძემ ჯერ ნაციონალური მოძრაობა და საქართველოს ეკონომიკა, შემდეგ ამასაც მოუყვები თუ მექნება ამ გადაცემაში მაგის დრო. ნაციონალური მოძრაობა მარიცის, რატო ჩამოვექცა მაგათ თავზე ყველაფერი. ბენდუკიძემ დაიწყო ეს პროცესი, ისე რომ შეიძლება არც ბენდუკიძემ არ იცოდა, რატომ მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან კარგად იცოდა რა ყველაფერი გეზებოდა. ახლა ცოტა ხანი ახლა შევეშვები ამ ემოციურ საკითხებს. თავარი პრობლემა რა არის საქართველოში? მე პირველ მონაკვეთში ვთქვი და ახლა გავიმეორებ. საქართველოს ბაზარი ეს არის სრულიად დაუცველი. რომელ ფილმშია? მე მგონი უდიპლომო საერთაშორისოა, ხო? ღობეს რო მოარღვევს და საქონლებს რო შეუშვებს მეზობლის იბალახეო. საქართველოში ღობე მონგრეულია მთლიანად და ამას ქვია თავისუფალი ეკონომიკა. წარმოიდგინეთ ორი მეზობელი აფორმებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, ორი ბოსტანის მქონე მეზობელი და ხელშეკრულებაში დაიწერება, რომ ერთი მეზობელი ღობეს მთლიანად მოანგრევს და მას ექნება თავისუფალი ბოსტანი, მინდორველი და მეორე იქ მოაწერს, რომ ჩემ ღობეს კიდევ უფრო გავამყარებ, რომ შენი პროდუქცია ჩემთან არ შემოვიდეს. ესე იგი ჩვენ გვაქვს ორი უზარმაზარი პრობლემა. ვტო-ში გაწევრიანება საქართველოსი და მეორე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ყველა სამსანაცი გავაფორმეთ. მათ შორის DCFTA ევროპასთან, მათ შორის ჩინეთთან ეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, გასატანი არაფერი გაქვს. რა ხელშეკრულებას აფორმეთ, წაზღები არაფერი გაქვს, არცაც საერთოდ. საქართველოში ვერ მოგიყვანია ვერაფერი და ვერ გიწარმოებია. სად უნდა წაიღო? ჩინეთს რა უნდა წაუღო? და იმას კიდე ევროპას. რაც იმათ თუნდაც ისედაც მიაქვთ შვენივრად. და პირველ რიგში კიდევ თურქებთან დადებული ხელშეკრულება.
მაშინ მოხდა ისეთი სასახელო ამბავი რომ თურქეთთან ჩვენ გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობრივი ხელშეკრულება. ნაციონალური მოძრაობის დროს ეს 2000 რომელი წელია 5-ია 6-ია 7-ია ის პერიოდი არის და ყველას გაგვიხარ ყველას გაგვიხარ ახლა ისე მაგრამ მოკლედ ეს ხელშეკრულება ძალაშია. ის ვერ შეიცვლება. ოცნებაზე როცა მოვიდა ხელისუფლებაში მეც ახლა ვიყავი სოფლის მეურნეობის სამინისტროში. იქ ვარიანტი არ არის რომ თურქეთმა რაიმე დაგითმოშენ და იმ ხელშეკრულებაში რაიმე შეცვალოს. ეს არის როგორ გითხრათ რა აბსოლუტური კაბალა საქართველოსი. ჩვენ არაფრის გატანის უფლება არ აქვს თურქეთში, თურქეთს აქვს ყველაფრის შემოტანის უფლება საქართველოში. აზერბაიჯანიც ასეა, სომხეთიც ასეა, რუსეთიც ასეა, ევროპაც ასეა, ჩინეთიც ასეა. და ჩვენ გვიხარია რომ ვარ თავისუფალი ეკონომიკის ქვეყანა, თავისუფლად შემოვიტანე ყველა. ეს ნიშნავს რომ მეზობლებო, შემორეკეთ თავისუფლად თქვენი საქონელი, გადაჯეგეთ ჩემი ვენახები, ბაღები, ქლიავის ხეები, ჩამოაგლეჯინეთ ამათ და ასე შემდეგ. ეს არის თავისუფლება, რომელსაც ჩვენ თავზე გვახოვენ უკვე 25 წელიწადია და რაშიც გახოვლებერ და ვერ გამოვდივართ. ამ ხელშეკრულებების შესრულების უფლება ჩვენ არ აქვს. ჩვენ აქედან ვეღარ გამოვდივართ. რა უნდა გააკეთო? ვეტო რომ ქვია, სოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, ყველაზე დაბალი საბაჟო გადასახადები საქართველოს აქვს. ყველაზე დაბალი. ჩვენ ვეტეოდში ამას ვეღარ შევცვლით. არსებობდა რამოდენიმე გზა და 2012-ში როცა მოვიდა ოცნება და მე რო დავინახე რომ თქვენი შეკრულებები არ დაგვედო, მაშინ მიგულებ. უნდა დაგვედო თანასწორობის დაცვით. თავისუფლება უდრის თანასწორობას. ხავით მზად, ხო ესეა? არც ჩვენი პოლიტიკა საგარეო იყო ამისთვის მზად, არც ეკონომიკური გუნდი იყო ამისთვის. მე გეტყვით ასეთ რაღაცას, როდესაც ჩვენი ერთ-ერთი ხელისუფალი რომელმაც მოქალაქეობა შეიცვალა, და იმ ქვეყანაში როდესაც ის საქმიანობდა, ტელევიზიის მის რამდენიმე გამოსვლას იმ ქვეყანაში მე უყურებდი. და საკითხი შეეხო უკრაინა თურქეთის თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას და ის ადამიანი გამოვიდა როგორც უკრაინის მოქალაქე და თქვა, არაფერს არ შეიძლება რომ ჩვენ რაიმე პუნქტი დავთმოთ თურქეთთან, რომ ჩვენს უკრაინის ეკონომიკას რაიმე ხიფათი მიადგეს. უკვე გაკურებული ვიყავი კაცო. ის კაცი უფრო პატრიოტი უკრაინელი აღმოჩნდა ამ ნაწილში თავისუფალ ვაჭრობაში, ვიდრე საქართველოს ეკონომიკისთვის. გამიგეთ? მის დროს მოხდა ეს ყველაფერი. გამიგეთ რა ხდება? და ახლა როდესაც ვსაუბრობ ჩვენ გახსოვთ სასამართლოში უკრაინულ ენაზე რომ მოგმართა. ხო, ეს მეორე საკითხია. მე ამ შემთხვევაში არ მინდა რომ ემოცია გამოვხატო არანაირად. მე ვცდილობ რომ თავი ავარო და ყველა წინა ხელისუფალთან დაკავშირებულ მოწონება არც არავინ არ მომწონს, არც არავინ არ მომწონს. მე მაინტერესებს მათი მოქმედებები და შედეგები. მე ბატონ ლეო როგორ ბრძანებს, შედეგებია მთავარი. რაც შედეგებიც არის, იმ შედეგებზე და მოქმედებაზე მე შემიძლია ჩემი შეფასება გავაკეთო. ადამიანი, კარგი თუ ცუდია, ეს ჩვენი განსასაზღვრი არ არის. არც ერთზე ამ შემთხვევაში. და სოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ყველაზე დაბალი გადასახადებია საბაჟოს. საგადასახადოშიც ყველაზე დაბალი გადასახადები ჩვენ გვაქვს. ჩვენ შემდეგ მოდის თავისუფალი სავაჭრო ზონები. იქამდე დაბალმა გადასახადებმა ჩვენ ეკონომიკას ამე მოუტანა. ყველაზე კარგად რომელი ქვეყნები ცხოვრობენ სკანდინავიაში, როცა სოციალური კაპიტალიზმი და ყველაფერი. იქ ყველაზე მაღალი გადასახადებია, საშემოსავლო მოგება და ყველაფერი. ანუ გადასახადის ზომას კი არ აქვს მნიშვნელობა. შენს ეკონომიკურ აზროვნებას გააჩნია, როგორი აზროვნებით მართავ ეკონომიკას. რაც შეეხება სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას, იყო გავეცანით ახლა 12-ში მოვიდით, 13-ში გავეცანით, სასწრაფოდ თქვილი შემოვიდეს. 25 წელი საქართველოს წისქვილ კომბინატებმა იმუშავეს ყოველგვარი თქვილის იმპორტის გარეშე. ხორბალი შემოდიოდა ამერიკა გვეხმარებოდა და მოკლედ მილიარდი დოლარის ღირებულების ეს უზარმაზარი დარგი მუშაობდა და ვითარდებოდა უმაღლეს დონეზე. პირველი დარტყმა მას ისევ ნაციონალურ მოძრაობამ მიაყენა, დაიჭირა 4 ყველაზე დიდი წისქვილ კომბინატის დირექტორები, გააყიდინა ეს წისქვილები, რომ ისი თავი დაეხმარათ ციხეებიდან. ეს წისქვილები იყიდა აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიამ, რომელმაც ომის დროს ჩვენ გამოგვიგზავნა ფქვილი 20 მილიონი დაყიდი ფქვილი ომის მეორე დღეს ფული გადაურიცხეთ რომ გვეგონა რომ ერთი თვე ვიომებდა საქართველოს მაგრამ 5 დღეში დაუმარცხდით რომ მესამე მეოთხე დღეს ფქვილი ვითავდებოდა უკვე და ფქვილზე უცე ფული გადაურიცხეს 20 მილიონი დოლარი შემოვიდა ცემენტივით გაქოვებული ფქვილი უხარისხო ფქვილი ძლივს ეს ფქვილებმა გადაიხადეს იმათ რომ დააგვიანეს დაიჭირეს და აი ამ ჩვენი 20 მილიონით რომ გადაურიცხეთ იმ კომპანიასთან ის ფქვილი შემოგვიტანა ასეთი იმ 20 მილიონი დოლარის ღირებულების მილიარდი დოლარის ეს ფქვილები იყიდეს ამ აზერბაიჯანულმა კომპანიამ აი ეს არის პირველი დარტყმა რომელიც ნაციონალურ მოძრაობამ მიაყენა მეორე დარტყმა რომელიც ოცნებამ მიაყენა წისქვილ კომბინატებს ეს არის სამხედრო დარგია დანიშნულება არის სამხედრო შეიარაღებაზე უფრო ადრე მნიშვნელოვანი ეს არის ხორბალი შენ რომ მციცხებ თუ ხორბალი არ აქვს მნიშვნელობა აღარ აქვს შენ ბალისტიკურ რაკეტებს შენ შიმშილობაში მეორე დღეს დანებდები ბალისტიკური რაკეტებით მეორე დღეს დანებდები ამიტომ
ოცნება მას უზარმაზარი დანაშაული ჩაიდინა და ფქვილი შემოუშვა საქართველოში. ვითომ გაიაფთებაო, რა გაიაფთება? ის ფქვილი ხო უკონტროლოა ხარისხობრივად და ჩვენი პური არც სურნელი არ გააჩნია, არც მიკროელემენტები არ გააჩნია. ყველაზე ძვირია და ყველაზე უსარგებლოა და ყველაზე მეცხვიდულობს იმ ყურს, რომ ერთი ნაჭიერი იყოს, ამისთვის ორი პური გჭირდება, რომ ის შიმშილობის გზნობა დაიკმაყოფილო. ამიტომ ვეტეოში იყო ასეთი გამონაკლისები, რომ ჩვენ შეგვეძლო ესე იგი შემოგვეტანა კანონები მიგვეღო ანტიდემპინგური, ანტისუბსიდია და ბაზრის დაცვა. სასწრაფოდ მოვძებნი ადამიანი, ვინც შვეიცარიაში ვეტეოში მუშაობდა და ვალერი ქათამაძე, რომელიც ასევე ნაციონალურ მოძრაობამ გააგდო საქართველოსთან ცოდნე კაცი იყო, ვეტეოში რომ მუშაობდა, ეს კაცი შვეიცარიაში ვინც ცხოვრობს, იმათანაც ველაპარაკობ, სასწრაფოდ ჩამოვიდა, კანონპროექტები მოგიმზადა, დავწერეთ და გავუგზავნოთ ეკონომიკის სამინისტროს, რომ რას ნიშნავს ანტიდემპინგი? მარტივია, თუ უზბეკეთში მაგალითად იყიდება, რაც ახლა ბატონი ლევანი ბრძანებდა პომიდორი 60 ცენტად და შენთან ეს პომიდორი შემოდის მაგალითად 20 ცენტად, ეს ნიშნავს, რომ ეს დემპინგური ფასებია, რომელიც ანადგურებს პირველ წლებში შენს პომიდორის წარმოებას, ხოლო შემდეგ უკვე უზბეკური კომპანია უკვე $1 გაყიდის 60 ცენტის მაგივრად აქ პომიდორს. ამიტომ ანტიდემპინგი გეუბნება, შეადარე ფასები იმპორტირებული პროდუქციებისა იმ ქვეყნებში როგორ იყიდება, თუ განსხვავებაა და შენთან დემპინგი არის, ეს საბაჟო გადასახადი და დაუყენე. ამის უფლებას ჩვენ ვეტეო გვაძლევდა. ეს კანონი მომზადდა, გავაგზავნეთ. ეკონომიკის სამინისტროს არ აინტერესებდა, ვითომ მიიღეს, მაგრამ დღემდე არ აინტერესებდა. რა დემპინგი, ის დემპინგი განადგურებული ესეც ყველაფერი. მეორე ანტისუბსიდია. ყველგან სუბსიდიას უწევენ ექსპორტს თურქეთში, აზერბაიჯანში, მსოფლიოში ყველგან პროდუქცია გავიდეს იმ ქვეყნებიდან. ჩვენთან არ ვეხმარებით ჩვენ ფერმერებს, ეს დახმარება რაც არის მე მოვყევი, როგორი სახეცაა დახმარებას, კოტრდება და კოტრდება ხალხის დახმარება არა რეალურად. მაგასაც ვიტყვი რა არის გასაკეთებელი, მაგაში დრო მექნება მომავალსაუბარში. და მესამე ბაზრის დაცვის კანონის მიღება, ეს მიღებული უნდა იყოს გაკეთდა 13 წელს აგვისტოში გავაგზავნე, მაშინ კვირიკაშვილის სახელზე ეს წერილები და ეკონომიკამ არ გაითვალისწინა არაფერი. თავისუფალ ბაზარს როგორ შეიძლება რომ ეს თავისუფალი ბაზარი ინვესტიცია სიტყვა, თავისუფლება სიტყვა, ეს არის ფსიქიკური აშლილობის დონეზე დამახინჯებული უშინაარსო რაც საქართველოში ტრიალებს. რა უნდა უთხრა და თავისუფალია ახალგაზრდა გაიჩხიროს წამალი მაგალითად. თავისუფალია ბავშვი როგორც უნდა ისე ისწავლოს სკოლაში, რომელიც წიგითაც უნდა, თუ უნდა წავიდეს, თუ უნდა ნუწავა. ეს თავისუფლებაა კაცო. ეს სახელმწიფოა. ჩვენ ამაში ვცხოვრობთ და თავისუფლება რომელიც იყო ჩვენთვის ის ლეგენდარული მერაბ კოსტავა, ხო? ყველას ვითომ იმას ეფარება, რომ ჩვენ თავისუფლებას ვიცავთ, ყველას გონია ქოჩნობიერად, რომ ისეთები მაგრები უნდა იყვნენ, რომ თავისუფლებას ხელი არ ყავშვა და ჯგუფის თავისუფლება, რაც იმ კაცმა რისთვისაც თავი გაწირა, ის თავისუფლება ნამდვილი თავისუფლებაა და შენ არანამდვილს, რატო გვაჩეჩებ ხელში არა? ეს უცოდინარობის ბრალია დიდ შემთხვევაში და ბევრ შემთხვევაში კიდევ დივერსიის და ეკონომიკური განადგურების საქართველოსი. და ეს ვეტეოს კანონებიც კი ოდნავ რომ ჩვენ თავი დავიცვათ, რომ თანასწორობაში მოვიყვანოთ. ლაპარაკი არ არის პროტექციონიზმზე, ეს კიდევ ცალკე დიდი უზარმაზარი პრობლემაა საქართველოში, მაგასაც ვიტყვით ჩვენ. და მაგრამ იმპორტი და ადგილობრივი წარმოება რომ თავისუფალი გახდეს, ეს არის პირველი ამოცანა. თუ ამას გააკეთებს ეკონომიკური გუნდი, პირველი ნაბიჯი იქნება პლუსისა. და შემდეგ ამ ბაზარზე ასეთ რამით დავასრულებ ახლა მონაკვეთ საუბრისას. ჩვენი სოციალისტური ეკონომიკა შეიცვალა საბაზრო ეკონომიკით. რას იყო სოციალისტური ეკონომიკა? ეს ყველამ ვიცით, ხო? რატომაც დაინგრა მე საბჭოთა კავშირი. საბაზრო ეკონომიკაში მთავარი სიტყვაა საბაზრო. სოციალისტურ ეკონომიკაში შენ რაც არ უნდა გეწარმოებინა, ყველაფერი გაიყიდებოდა. დეფიციტი იყო ყველაფრის. საბაზრო ეკონომიკაში წარმოება კი არაა მთავარი. აი ლევანი ბრძანა, ბატონო ლევანი ბრძანებდა. მთავარია რაღაცა წარმოები გაიყიდება თუ არა. შენი ამოსავალი არის გაყიდვის უზრუნველყოფა. ამაში სახელმწიფო ძალებით მოახერხებ თუ კერძოები თვითონ მიხედავენ, შეიძლება კერძოება რომ მიხედონ ის ჯობდეს, ვიზრე სახელმწიფომ, შეიძლება სფერო იყოს რომ სახელმწიფოს გარეშე კერძო ვერ აუდიოდეს, ხო? მაგრამ ახლა ამას თავი დავანებოთ. საბაზრო ეკონომიკა ნიშნავს უზრუნველყოფას შენი წარმოებული პროდუქციის გაყიდვისა. შენ თუ გაყიდვა არ აქვს დაცული და უზრუნველყოფილი საქართველოში შიგნით კი უცხოეთის ექსპორტს თავი დაანებეთ. ჩვენ საექსპორტო არაფერი არ გაგვაჩნია. სუბუქი ავტომობილების გარდა. ოქრო გადის, სპილენძი გადის, კიდე რაღაცა გადის. თხილი იყო 200 მილიონი 10 წელიწადში, როცა ჩვენი ქვიყავით, მე და გოჩა სობურაშვილი რომ მუშაობდა სოფლის მეურნეობაში, ეხლა არის 80-100 მილიონი, იმიტომ რომ გაანადგურეს ყველაფერი. მაგას კიდე ცალკე მოყვები როგორ მოხდა. მეღვინეობაშიც ხდება, მაგასაც ცალკე მოყვები და 220 მილიონი გადაყარა ბიუჯეტმა წელს, თვითონაც გაუცებულები დარჩნენ იმ ყურძენში, რომელთანაც ღვინო არ დგება. ბატონ დავით, მოკლედ აპოკალიფსური სურათი გვაქვს.
ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით და მე მგონი ქალბატონმა მარინამ იცოდა ამის შესახებ ბატონ ლევონის გუნდის წარმომადგენელი თქვენ მე მგონი პირველად გაიგეთ ისე როგორც მე და ძალიან საინტერესო ნამდვილად დიდი მადლობა ამ ექსკლუზივისთვის მე მგონი ქვეყნისთვის საჭირო საქმე იქნება რა ბატონ დავით ისევ ამ თემას მინდა დაუბრუნდა ბატონი კობახიძის დღევანდელ გამოსვლას და რას ამბობს ახლა რა ბატონი კობახიძე რომ მისი განმარტებით საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7-14%-საც კი აღწევსო და როდესაც ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2%-ია. მთავრობის მეთაურის თქმით, პროდუქტებზე ფასდამატი და მომწოდებლისთვის დაკისრებული ფინანსური ტვირთი იმდენად დიდია, რომ ქართველი მეწარმეებისთვის ხშირად უფრო მომგებიანია საკუთარი პროდუქცია არა ქართულ მარკეტებში გაყიდონ, არამედ საზღვარგარეთ ექსპორტზე გაიტანონ. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ევროპაში მარკეტების ოპერირების ხარჯები ფართის იჯარა შრომის ანაზღაურება კომუნალური ხარჯები და სხვა ბევრად უფრო მაღალია, ასევე ძალიან მაღალია დისტრიბუტორი კომპანიის წმინდა მოგების მარჟა, რომელიც საქართველოში როგორც წესი 6-დან 13.5%-მდე მერყეობს. მე ისეთი შთაბეჭდილება შემექვა ბატონ დავით, რომ ფასნამატები თურმე და ესეთი უზარმაზარი გაზრდილი პროდუქციის გაზრდილი ფასი საქართველოში სწორედ სუპერმარკეტების და მომწოდებლების სადისტრიბუციო კომპანიების ბრალი ყოფილა. თქვენ როგორ შთაბეჭდილება დაგჭირთ და რეალურად ასეა თუ არა? ეს ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა, არის ნამდვილი ეს ინფორმაცია, ასე მინდა ვთქვა. მაგრამ საქართველოში რომელი კანონი შეიძლება დაირღვეს ამეთი? კანონები ამაზე არაფერს არ ამბობს. მეთქი ანტიმონოპოლიოს თუ არ ჩათვლით და კარტელურ შეთანხმებას. ანუ არ გვაქვს კანონი. კანონი ამ შემთხვევაში არ გვაქვს. რომელიც მომხმარებელს ევროკავშირი, ისქენას ჩვენ მივილთვით უკვე 3.000 წელიწადია, ამას არეგულირებს თავისი კანონმდებლობით. მარჟა და მისი მაქსიმუმი რამდენი შეიძლება იყოს. ის ასევე არეგულირებს ამას განსაკუთრებით მედიკამენტებისთვის და პირველადი მოხმარების საქონლისთვის, როგორიც არის პური, რძის პროდუქცია, ხორცის პროდუქცია. იმის დარღვევა არ შეიძლება. იმიტომაც არის რომ ევროპაში გაცილებით იაფია უმაღლესი ხარისხის პროდუქციაზე ფასები, უფრო დაბალია, ვიდრე საქართველოში უდაბლესი ხარისხის პროდუქციაზე უფრო მაღალი ფასებია. ეს არის თავისუფლება. თვითონ გადაწყვეტავს მომხმარებელი და მწარმოებელი, ბედნიერი ცხოვრება როგორი უნდა იყოს. ვერ წყვეტავენ ვერაფერს. ამიტომ შეისწავლონ ჩვენ საელჩოებს მე არ ვიცი ასავალებენ და რასაკეთებენ ისინი ამ ჩვენი ელჩების ხმა მე არსედან არ მესმის ეხლა აღარც ყურადღებას არ გვაქცევენ უცხოელები რომ იქ რაიმე გაიგო რა ხდება არც ევროკავშირში და არც სხვაგან ჩვენი ელჩები ასაკეთებენ მე ხა დამდულად არ ვიცი დაავადონ შეისწავლონ კანონმდებლობა გერმანიაში შვეიცარიაში საფრანგეთში როგორ ეს ყველაფერი როგორ არის დარეგულირებული გამოაგზავნონ რაც ბატონო ლევანი ბძანა გააცნონ საზოგადოებას ნუ მღერიან თავისთვის ნურც რეფორმაზე ნუ გვიმღერიან გამოძახილივით რაღაცას შემოგვამღერებენ და 12 წელი გახდება 11 წელი ძალიან კარგია მომწონს ეს ყველაფერი მაგრამ ამ 11 წელიწადში ციგნებში რა ეწერება რატო გველაპარაკებით ამას სად არის გრამატიკის სწავლება სკოლაში სად არის მუსიკის მასწავლებლები აღარ მზადებიან საქართველოში აღარ გვეყოლება ცოტაღანში მუსიკის მასწავლებელი რატომ იმიტომ რომ მუსიკის ფაკულტეტებზე და სკოლაში ნოტებს აღარ ასწავლიან რატომ აღარ გვაქვს ჩვენ ფიზიკოსების და მათემატიკოსების სკოლა აღარ გვეყოლებიან ესენი ცოტახანში ამაზე გველაპარაკოს უნდა განათლების სამინისტრო ამაზე უნდა გველაპარაკოს ამ ფასების ეკონომიკის სამინისტრო ამას არ გააკეთებს ეს არის რეგულაცია მაგათთვის იგივეა რაც მე არაერთხელ გავმოცხადე თქვი გზაჯვარედინზე არის ორმო რომელიც აფერხებს მოძრაობას არის პოლიციის რეიდი რომელიც აფერხებს მოძრაობას არის შუქნიშანი რომელიც აფერხებს მოძრაობას ამ სამიდან ორმო და პოლიციის რეიდი უნდა მოხსნა ეს რეგულაციები უნდა გააუქმო შუქნიშანს ხელი არ უნდა ახლო თორე დაიწყება ქაოსი საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და კიდევ რამოდენიმე პარტია ნამსხვრევი რო დარჩა ნაციონალური მოძრაობიდან ებრძვიან რეგულაციებს რაღაც სისულელეებს მიედ მოედებიან და მიცვიდნენ გაცვამ შუქნიშანს და ამტვრევენ წითელ წყვილთა მწვანეს ყველაფერი არის ურეგულაციო, თურმე კარგი, როგორ არის კარგი? ეს ყველაფერი არის არეგულობა და ქაოსი. ამიტომ ყველა რეფორმაც აღიქواس საზოგადოებამ და ნებისმიერ ადამიანმა. ეს მოძახილივით რაღაცას კვარტალში ერთხელ ნუ გამოაფრენთ ამ წინადადებებს, გასო? ეს გავიგეთ რომ კარგია, მაგრამ არასაკმარისია აბსოლუტურად. თავარი საფუძველი ას არის ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი პროდუქციის წარმოების განულებისა, ეს სხვა რამე მერსენი ჩამოვთვალე. რას იყო ახლა დღეს უკვე ვილაპარაკე ამაზე ისა თავ იმაზე რას აპირებთ დღეს ამით თქვენ დამიჯერეთ რომ ვერ მიახსევთ ვერაფერს ამით მიახსევთ იმას რომ გაჩნდება კორუფცია რომელიც დღემდე არ იყო
შეიძლება რაღაც 1-2 ფასი დაარეგულიროთ, რა გამახსენდა იცით ახლა სხვადასხვა ის. მე ამ შემთხვევაში მივესალმები რა. ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა ყველაფერი ეს, მაგრამ ეს არ ახსრულდება, ამასაც წინასწარ ვიძახი. მექანიზმები საქართველოში არ არსებობს, რომ ესეთი ინსტიტუციები აღარ გვაქვს ჩვენ. ჩვენ არ გვაქვს მექანიზმები, მაგრამ გვაქვს გადაწყვეტილება კარგია. არასაკმარისია, რომ საფუძვლიანად ყველაფერი შეცვალო, რომ ხარისხიც გაკონტროლდეს და ყველაფერი და ასევე ინსტიტუციები ამაზე ვერ იმუშავებენ, ეს იქნება ფრაგმენტული, შედეგი მიიღწევა დროებით და შემდეგ დამთავრდება ძალიან ცუდად. რა გამახსენდა ისეთ 80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირი რო იშლებოდა. დიახ. იქ ვრემიერო იყო გადაცემა ეს საზულველი გადაცემა. ერთ-ერთი თამაშობდი და სახში რო ამოვდიოდი, იმიტომ რომ ვრემიერს ერთ-ერთი რაღაც პერიოდი იყო და გადაცემები მიეძღვნებოდა რას, რომ კოლმეურნეობის მუშაკები პირდაპირ კერგადადიან საკოლმეურნეო ბაზარზე და ამ პროდუქციას თვითონ კერგიდიან, არამედ მას შუამავლები ყიდიან, რომლებიც ფასებს ზრდიან. ამიტომ საბჭოთა კავშირმა გამოუცხადა ბრძოლა ამ შუამავლებს რა. ის კოლმეურნეობაც და შუამავლის და საბჭოთა კავშირის დამთავრებულია. შედეგს ამით ჩვენ მივიღებთ, ოღონდ იმას ვერ მივიღებთ, რაც საჭიროა. ეს არის აუცილებელი. ჩვენთან კარტელურ გარიგებებს მიაქვს ყველაფერი. მედიკამენტებზე წინა პრემიერ-მინისტრმა სწორედ ამას გამოუცხადა პრემიერ-მინისტრმა. წინა პრემიერ-მინისტრმა გახსოვთ თქვენ ამ ხელა პროექტი წარმოადგენდა მედიკამენტები. შედეგები როგორია შევაფასეთ? მაშინ როგორი ფასები იყო, დღეს როგორი ფასებია? წამლების მიხედვით შეფასებულია? უნდა დაგვანახოთ, შეიძლება ზოგიერთ წამალზე მართლაც გაიარდა ღონისძიება ჩატარდა. თუ 150 დასახელების წამალზე განახევრდა და მეტი. აი ეს უნდა დაგვანახოთ როგორ მოხდა. უნდა ნახეთ საზოგადოებასთან ურთიერთობა როგორ ატომაკლიათ, რომ გენდოთ, კაცო, მე მიხარია, მაგრამ ვერ გენდობი ბოლომდე, არ ველაპარაკები, არ მეუნები. რა უნდა მითხრა? აი ეს მედიკამენტებზე რომ განახევრდა, რა ღონისძიებები ჩატარდა. გამოვიდეს მინისტრი, ძალიან კარგი ადამიანია, ბატონი მიხეილ სარჯულაძე, შესანიშნავი ადამიანია. ალბათ მინისტრიც კარგია, მე ახლა მაგასთან არ მიმუშავია ამ სამინისტროში. ხო, ძალიან კარგი იურისტია, უწესიერესი ადამიანია, მაგრამ რატომ არ გველაპარაკება ჩვენ? ან მისი მოადგილეები მედიკამენტებზე როგორ მოხდა თქვა კარგი რაც მოხდა. უზარმაზარი პრობლემები ყოფილა სამედიცინო სფეროში, რომელიც ახლა მე ახლა არ ვიცი და არ ვილაპარაკებ ამაზე, ისმის ეს ყველაფერი რა. მაგრამ თუ კარგი რა მოხდა, გითხარი და აპირებთ რომ პირველად მოხმარების საკონელზე იგივე საპირებთ რომ გააკეთოთ, რა მექანიზმებით აპირებთ ამას რომ გააკეთოთ. მარტო ის რომ აღმოჩენთ კარტელურ გარიგებას და ვიღაცა დაიჭერთ ან არ დაიჭერთ ან დააჯარიმებთ, შეიძლება კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი სისტემის ჩამოსაყალიბებლად. ამიტომ საზოგადოებასთან ურთიერთობა მე ხალხ ბატონ ლევანისიმოს უბრუნდები რა. ეს არის აუცილებელი წამალი ნდობის მოპოვებისა. თვითლიკვიდაციაში მყოფი ოპოზიციური ფლანგი, რომელიც თავისმა პატრონებმა პრაქტიკულად თვითონვე გაანადგურეს, G15 პარტია შეყარეს და რაღაც სრულეზე მოაწერინეს ხელი ემჩნეოდა რომ არავის არ უნდა მასზე ხელის მოწერა მაინც და მაინც, მაგრამ იმას რომ ხელს მოაწერა არჩევნები საქართველოში როგორ უნდა მოიგო, ვეღარ მოიგებდა, კიდე არ მისცეს უფლება რომ პარლამენტში შესულიყვნენ. იმათი თვითლიკვიდაციის პროცესი გამალებული მიმდინარეობს. იმათ ხელის შეშველება ჩაჭირდებათ რა. თვითონ თავდებიან. ამის შემდეგ დგება დრო, როცა ქართული საზოგადოება შემოგცქერის. ეცი პატევი ამ ადამიანებს. გაუზიარე ბევრი რამ, რომელსაც კარგად აკეთებ. გაგვაგებინე რომ შენ შეგიძლია, თუ არ შეგიძლია, შემოთავაზებებს სიყვარულით მიიღებ, თანადგომით მიიღებ, რომ კიდევ უფრო გააუმჯობესო. თუ ამას არ გააკეთებ, ნდობა არ აღდგება საზოგადოებისა და ხელისუფლების მიმართ. მაგალითად მე ვიტყვი ახლა რამოდენიმე შემთხვევა იყო, მათ შორის ჩემიც მინიწერილი იქნა სამინისტროზე 1, 2, 3, პასუხი არ მოდის. ერთი წერილი ახლა გეტყვით რა, ახლა ამ ჩვენ თემას არ შეეხება, ცოტა ლირიკულ გადახვევას გავაკეთებ, ბოდიშის მოხდით ყველასთან. 1-5 წლის უკან სამ ადამიანმა მოვაწერეთ ხელი. მე მომამზადე წერილი. რომელსაც ხელი ასევე მოვაწერა აკადემიკოსმა, ერთ-ერთმა და მიტროპოლიტმა, მეორემ. ხა მე იმათთან შედარებით, გაცილებით ნაკლებად საპატივცემულო, ასე ვთქვათ, წარმომადგენელი ვარ საზოგადოებისა. უზარმაზარ ადამიანებზე გეუბნებით პატივცემულებს ხელისუფლების მხრიდანაც. წერილი შეეხებოდა რას? რომ 50-იან წლებში პავლე ინგოროყვამ ამოხსნა მიქაელ მოდრეკილის ხელნაწერებში და კიდევ 8 ხელნაწერში, რომელიც გადარჩენილია 1000 წლის წინანდელში, გადარჩენილია ქართული სანოტო ნიშნები. ყველა მუსიკოს და ამ სფეროში მოღვაწეს, კარგებს, უდევს და ყველას ერთნაირად ესენი გონიათ ნეუმები, ანუ მუსიკალური იეროგლიფები. არა, ეს არის სანოტო სისტემა, 8 საფეხურიანი. ამოხსნა ჩვენმა დიდმა კომპოზიტორებმა ეს ყველაფერი გააჟღერეს. ჩაწერეს სიონის ტაძარში, ესწრებოდა ეფრემ მეორე ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი. შემდეგ ეს ყველაფერი დაიბეჭდა იუნესკოს ჟურნალში და პარიზის იუნესკოს რადიომ მთელ მსოფლიოს გააცნო, რომ ამოცნობილია უმაღლესი დონის სანოტო ნიშნები, რასაფეხურიანი, რომელიც არ აქვს არც ანტიკურ ბერძნებს, არც კათოლიკურ სამყაროს და არც არავის. დღემდე ყველა სამუხსნელი გონია. პავლე ინგოროყვას ყველა ებრძოდა მაშინ
დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი კაცი იყო ესა და მის გამო გაანადგურეს ბევრი რამ რომელიც ამ კაცმა აღმოაჩინა და დღემდე წერილი რომ მიუწერე პრემიერ-მინისტრს კაცო მიუწერე წერილი დააწერა კულტურის სამინისტროს კულტურის სამინისტროს ველაპარაკე ვარც აინტერესებს რომ მოგისმინონ მუსიკას არ აინტერესებს მუსიკას მაინც მოусმინონ საქართველოს ტელევიზიის ოქროს ფონდში ინახება ევროპა რომ მოგვდგავს და ჯუნგლებში მაცხოვრებელი ხართ რომ გვეუნება აი ეს რომ ააფაროთ თავზე ჩვენი საავტო ნიშნები მარტო ვატიკანში მუსიკის გაჟღერება არა საკმარისი და მრავალხმიანი მუსიკა ჩვენი ინტელექტი როგორ ასიმაღლეზეა მუსიკალური ნიშნები ანგრევს თელ მუსიკალურ ცნობიერებას რომელიც დედამიწაზე შექმნილა ეს ამოხსნილია აჟღერებულია გადაცემულია გაჟღერებულია და პასუხის გაცემას არ უნდათ და მოსმენაც არ უნდათ კაშა და სხვა გავაგზავნე და სამინისტროსთან იმედია ჩვენი გადაცემა ხელში უწყობს მე ახლა ესე არ გამიგოთ რა ხანდახან ვაკრიტიკებ აქ შეიძლება ითქვას რომ აი დღევანდელი თავმჯდომარე მინისტრებისა რა გინდა სოფლის მეურნეობის მინისტრი გინდა კულტურის მინისტრი აიღე აქ ეკონომიკის მინისტრს არაფერს არ ვერჩ ეკონომიკას ახლა მე რომ კაცრად ვეპყრობი ეს ამ მინისტრზე და იმაზე საუბარი არ არის ამ ადამიანებს ჯერ ახალ მოსულებს არ გამოუმჟღავნებიათ რაიმე ესეთი რომელიც კრიტიკას ემსახურებდეს ჩემგან მე იმედი მაქვს რომ ამათთან ერთად საქართველოს მშენებლობა შეიძლება მაგრამ თუ არ მოგისმენენ პასუხს არ გაგცემენ და არ დაინტერესდებიან ისინი ახლა შეიძლება ისე წარად არ დაამთავრონ თავიანთი ბიოგრაფია როგორც მათმა წინა სერიამ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვერც წარმატება შეიძლება ვერ მიაღწიონ ყველას ვიმართ გამოვხატავთ პატივისცემას მე უერთდები თქვენს განწყობას რომ ეს არის მხოლოდ თანამშრომლობაზე კეთილგანწყობაზე და დამყარებული ჩვენი ყველა შეთავაზება რომელიც კი რამ არის ოღონდ ძალიან გთხოვთ თვითლიკვიდაციაში მყოფი ოპოზიციის ფონზე დამოუკიდებლობის სუვერენიტეტის ხარისხობრივი ამაღლების ფონზე გამოიყენეთ საზოგადოების მხარდაჭერა მათთ მიმართ პატივისცემის გამოთქმით და გამოყენებით, რომელსაც საქმიანი კავშირი ექნება. დაავალეთ რომ ყველა მინისტრი თუ არა, ყველა მათი მოადგილე, ყველა სამინისტროში კვირაში ერთხელ თვითონ მოადგილე ხდებოდეს სპეციალისტებს, ჟურნალისტებს და უყვებოდეს რა გააკეთა სამინისტრომ წინა კვირაში, რა არის გასაკეთებელი. ყველას დაავალეთ. თქვენ ნამდვილად მოიპოვებთ პატივისცემას და მხარდაჭერას უფრო მეც ვიდრე ის თქვენ დღეს გაგაჩნიათ. ჩვენი ინტერაქტივი ძალიან საინტერესო შედეგები შემოვიდა. ნახეთ, შემცირდება თუ არა ფასები საქართველოში სამომხმარებლო პროდუქტ. ბატონ დავით, ბატონ ლევანის საერთაშორისო ურთიერთობების აზრს გავაგრძელებ. ეხლა წავიკითხე ზუსტად რამდენიმე საათის წინ ბატონმა ორბანმა თქვა, რომ 2026 წელიო, ანუ 25 წელი იყო უკანასკნელი მშვიდობიანი წელი ევროპისთვისო და 26 წელს ჩვენ უნდა ველოდოთ დიდომსო. 14 წელი არ ყოფილა ევროპაში ომიო და გამორიცხული არაფერიაო და ორბანისგან ძალიან გამეკვირდა ეს ამბავი, თუმცა მშვიდობა ჩვენს ქვეყანას და როგორ შეაფასებდით თქვენ ესეთ ოპტიმისტურ განწყობას ჩვენი მოქალაქეებისა, რაზეა ეს დაფუძნებული უბრალოდ სურვილებსა თუ კიდე არის რამე ეკონომიკური გათვლა და აქვე შეგახსენებთ რომ 1700 ზარი შემოვიდა ჩვენს ინტერაქტივზე, ნუ არ არის პატარა ციფრი. ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ არ ვიყოთ ოპტიმისტები. ეს ჩვენი გენეტიკა ასეთია, ადამიანები ვართ, ქართველები ვარ და ეს ასეც უნდა იყოს. მიუხედავად ჩვენი სულ მცირე 8000 წლიანი ისტორიისა, მათ შორის სახელმწიფოებრივი 3000 წლიანი ისტორიისა, ჩვენ სხვანაირად ვერც ვიფიქრებთ. ამისთვის, ოპტიმიზმისთვის საჭიროა, რომ გარდამტეხი 25 წლის შემდეგ დაიწყოს აღმაშენებელი 26 წელიწადი. ეს როგორ უნდა დაიწყოს? ერთი რეფორმა, მეორე, მესამე, რომელიც გამოცხადებულია, ჩვენ ამას მივესალმებით, მაგრამ მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს რეფორმაა ჯერ და რომ ეს რეფორმა წარმატებით გაგრძელდება და დასრულდება. ამისთვის მე ვთხოვ, მაგალითად, ნოტების საკითხი, რომელიც დავაყენე, იქნება მოიკითხოთ რა შეა საქმე. მე ვთხოვ განათლების სამინისტროს, კაი დავანებოთ გრამატიკის წიგნებს და მათემატიკა იმას ორ საკითხს თქო განათლების მინისტრს. თუ შეიძლება აღადგინეთ და დაიწყეთ ბავშვებისთვის კალიგრაფიის სწავლება. ადამიანმა უნდა იცოდეს ერთიანის ან ასონიშანი A-ს და B-ს. სრულყოფილად დაწერის უნარი უნდა გაიჩინოს ბავშვმა. რომ მე შემდეგ ყველა საქმე რომელიც მას ცხოვრებაში შეხვდება, ასევე მაღალხარისხიანად და კვალიფიცირებულად შეასრულოს. როცა ის ერთიანს წერს და უკვე ბატის ფეხურია, ის კარგ საქმეს ცხოვრებაში ვეღარ გააკეთებს. დაგვანახეთ, ოღონდ თქვენთვის ჩუმად კი არ გადაწყვეტოთ და ჩუმად კი არ დაავალოთ იმებს, დაელაპარაკეთ ადამიანებს, ტელევიზიით გამოდით,
კალიგრაფია აღადგინეთ, ამას ბევრი რამე არ ჭირდება. აქედან დავიწყოთ, დანარჩენზე კიდევ სხვა დროს გელაპარაკებით. მარტო ნოტები არ არის ევროპას თვალებზე რომ მიაფაროთ, მაგათ ჯუნგლების ადამიანებად რომ მოგნათლეს, მაგათმა როგორ გაბედეს ეგეთი რაღაცა ჩვენთვის ეთქვათ. ჩვენ ვართ მაგათი ცივილიზაციის სათავე. ეგენი ქართველები არიან უყოლანი ბოლოს და ბოლოს. ყველაფერთან რომ დავანებოთ, ოღონდ დამახინჯებულები და ასე შემდეგ. და მზიათი დაწყება. ხო, კი ბატონო. მაგრამ არის კიდევ მეორე საკითხი. მათემატიკოსი ომარ ხომურჯიშვილი, რომელმაც ამოხსნა ფერმას დიდი თეორემა მახვილკუთხა სამკუთხედებისათვის, რომელიც 400 წელია ვერ დაამტკიცა ეს თეორემა ერთ-ერთმა მეცნიერმა მსოფლიოში. მოიკითხეთ, წაიკითხეთ, ნახეთ და ანახეთ ევროპას, რომ ჩვენ ვართ ამ ნოტების ავტორები. ჩვენ ამოვხსენით ფერმას თეორემა და ჯუნგლებს იქით განახებთ, როგორი იქნება საქართველოს ცოტა ხანში. ამიტომ ჩემი თხოვნა მივმართავ მინისტრებსაც და საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც არ დააგდონ ეს მოტივაცია, ეს ენერგია, გააგრძელონ ასეთივე მონდომებით, ოღონდ გააკეთონ ყველაფერი ხარისხიანად და ქართველების პატივისცემის აუცილებელი პირობით. დღეს ბატონმა დავითმა და ბატონმა ლევანმა ისეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული სკანდალებით დახუნძლეს ჩვენი გადაცემა, რომ ქალბატონ მარინა ბოლო ხართ თქვენ, ერთი წუთიც აღარ დარჩა ჩვენი გადაცემის დასასრულამდე, თქვენი განწყობა როგორია, ინტერაქტივი რა შეაფასოთ? განწყობა დადებითია, ნამდვილად მე საერთოდ ოპტიმისტი ადამიანი ვარ. ულოცავ წინ და წინ ჩვენს მოსახლეობას და მსოფლიოს მშვიდობიან ახალ წელს დადგომას და განწყობა არის ჩემთვის დადებითი. ზოგადად ვერ ვიტან ვერც პესიმისტურ და ვერც ტოქსიკურ სიტუაციებს. ამიტომ შევხედავთ, დასაწყისი კარგია, ხელს შეუწყობთ და კარგ ახალ წელს დავიყენებთ. დიდი მადლობა, ესე წინა საახალწლო განწყობით მე ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით, ბატონი ლევან მამალაძე, ბატონი დავით გალეგაშვილი და ქალბატონი მარინა ქურდაძე იყვნენ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები. იმედია ისიამოვნეთ, მე პირადად ძალიან ასიამოვნებით აქვს დღევანდელი გადაცემით. ასე გემშვიდობებით მომავალ 4 შაბათამდე. კარგად ბრძანდებოდეთ.